რომ მისაუბრია რაღაცა ჩემი თაობის ადამიანებთან, მათაც მსგავსი პატერნი აქვთ. 23 წლის ასაკში პარასკევს შაბათს დავლევდი ღვინოს ან არახს, სოციალური სიგარეტის მწეველი ვიყავი, გავიბუღავდი თავს, ღამე დავიძინებდი 4-ზე, 5-ზე. ესე ვთქვათ, ორგანიზმს ვაწურინებდი რა, არ ვუფრთხილდებოდი. პარალელურად კი დავდიოდი სულ რაღაცა სპორტზე ხანდახან ძალიან გადავერთვებოდი ხოლმე სპორტზე, მაგრამ მაინც იყო რა ეს დესტრუქცია ჩემ შემთხვევაში და დესტრუქცია არის ყველაფერი, რაც ვიცით, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის არის მავნე და ჩვენ მაინც ვაკეთებთ. აი რომ ავიღოთ, რომ სიგარეტის მოწევაზე ყველათან ხდება ცუდია და მაინც ეწევი, იგივეა რომ შენ თავს დაარტყა და ატკინე. უბრალოდ რადგან ეს რაღაცა გრძელვადაში იგრძნობა შედეგები, იმ დღეს და იმ მომენტში შეიძლება ვერ ხდებოდა. უკვე მესამე წელია, არც ერთი წვეთი ალკოჰოლი არ დამილევია, გაცნობიერებულად, არც ერთი ღერი სიგარეტი არ მომიწევია, საერთოდ ხელშიც არ მჭერია და ძალიან ვუფრთხილდები ორგანიზმს. პირველ რიგში იმიტომ, რომ აღარ მაქვს ამტანობა, მე რო ეხლა ალკოჰოლი დავლიო 3-4 დღე უნდა ვცადო, რომ დავუბრუნდე იმ ენერგიას, რესურსს, ხასიათს და განწყობას, რაზეც ვიყავი ალკოჰოლის დალევამდე. სიგარეტის მოწევაზე ბოლოს რომ მოვწიე, დამემართა პირის ღრუს ანთება და ბრონხების ანთება, მიუღებლობა აქვს ჩემს ორგანიზმს და იძულებული ვიყავი თავიდან, რომ დამეძინა ადრე, იმიტომ რომ 12-ს რომ გადაცდება, მაშინ თუ ვიძინებ, დილით ვიღვიძებ შეშუპებული, მაღალი კორტიზოლით, უხასიათოდ ენერგია მაქვს ძალიან დაბალი. მოვაწესრიგე ძილი, გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან მავნე ჩვევები და დავიწყე სხეულის მოსმენა, რა სიამოვნებს და რა არ სიამოვნებს. აქედან გამომდინარე, თუ ხარ 29 წლის და თუ ხარ 21 წლის, ან გინდას 51 წლის, დაუჯერე შენს ორგანიზმს, რას კარნახობს. რამე თუ არ სიამოვნებს, გაქვს ნაბახუსევი, ხასიათის ცვლილება, შეშუპება. გააკეთე არჩევანი შენი დღეგრძელობისთვის, სიუხვისთვის და დოლათისთვის. სამყაროს უყვარს ის ადამიანი, რომელიც აფასებს თავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და მის მიმართ არის გულუხვი.